მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სერიალ ვარდები და ცოდვების გარშემო ყველაზე ცხელ თემებს უნდა შევეხოთ. ბოლო სერიაში ნანახმა კადრებმა ბევრი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით ზეინების წარსულთან დაკავშირებით. მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ დეტალებს და განვიხილოთ ერთი ძალიან სკანდალური თეორია. ბოლო ეპიზოდში ზეინების ბავშვობის სცენები უფრო ნათელი გახდა. ჩვენ ვხედავთ პატარა გოგონას, რომელიც მთელი ხმით ყვირის დედა. აშკარაა, რომ ეს გოგონა ზეინებია. აქედან ჩნდება მთავარი კითხვა: არის თუ არა ზეინები სინამდვილეში ნაშვილები. მოდი ლოგიკურად მივყვეთ. სრულიად ნათელია, რომ ქალი, რომელსაც წარსულის სცენაში ვხედავთ, არ არის რეფიკა. რატომ? იმიტომ, რომ ეს კაცი კვლელობისთვის ზის ციხეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ქალი დიდი ალბათობით გარდაიცვალა. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეფიკა ცოცხალია. აქედან გამომდინარე, ჩემი თეორია ასეთია. ზეინები ბავშვობაში რეფიკას მეზობლად ცხოვრობდა. მისი ნამდვილი მამა დედაზე ძალადობდა. საბოლოოდ კი იპოვა და მოკლა იგი. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ შეიფარა ჯანდანების ოჯახმა ზეინები. ებრუკი მაშინ ძალიან პატარა იყო და შესაძლოა ეს სიმართლე უბრალოდ არ ახსოვს. მას ახსოვს მხოლოდ ის, რაც მონაყოლით იცის ზეინების წარსულზე. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მთავარზე. ვის ესროლა ნიჯათის კაცმა? რა თქმა უნდა, სერჰატს. ის ცდილობდა კაცს უკნიდან მიჰპარვოდა, მაგრამ მოულოდნელად მის წინ აღმოჩნდა. სერჰატის მდგომარეობა ძალიან რთულია. მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის სახიფათოა. თუმცა ექიმების მცდელობით ის გადარჩება და დაუბრუნდება ჯანმრთელი თავის ოჯახს. არ დაგავიწყდეთ ნიჯათის საიდუმლო კონვერტი. ჯანმა ეცადა კონვერტი ეპოვნა, თუმცა ვერ მოახერხა. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ სეზონის ბოლოსთვის ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. სერჰატი ქვეცნობიერად უკვე გრძნობს, რომ ქადირი მისი სისხლი და ხორცია. სწორედ ამიტომ არის ეს თემა მისთვის ასეთი მტკივნეული ფსიქოლოგთან საუბრისას. ქადერი სერჰატის შვილია. ნიჯათი ამ საიდუმლოს ყველაზე სასოწარკვეთილ მომენტში გაამჟღავნებს. ამასობაში ბერაკი თულაის ხელში ჩავარდება. თულა იმას ფარული ვიდეოთი დააშანტაჟებს და ფულს მოსთხოვს. საბოლოოდ კი ვიდეოს მაინც გაუგზავნის სერჰატს, რის შედეგადაც ქადერს ბერაკს წაართმევენ. რაც შეეხება ჯიჰანს, ის ისევ ნეჯათთანაა. ჯიჰანი ნელ-ნელა ფეხზე დგება და მისი პირველი სამიზნე აზრა იქნება. როგორც ამბობენ, ამ სეზონში აზრას პერსონაჟს დავემშვიდობებით. თუ როგორ მოხდება ეს უცნობია. იმედი არ გამართლდება აზრას შესახებ ეს მოსაზრება. თქვენ რას ფიქრობთ? აღმოჩნდება ქადერი სერჰატის შვილი? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე.